ბაქია კურდღელი. იყო ერთი კურდღელი. მეტსახელად ბაქია. ისეთი ლოთი წყლის მაგივრადაც არ აღსვამდა, რომ დათვრებოდა, ტრაბახს მოჰყვებოდა, სიტყვებს სულ ბუქსა და კორიანტელს აუყენებდა. რა სჯობია მზას სუფრას, მარტო ზარი შემოჰკარდა მიუჯექი, ჩაიცინებდა ყურცქვიდა, უკანა თათებზე შედგებოდა და ყანწებზე ცლიდა. ნათესავებს ჭირივით ეჯავრებოდათ ყურცქვიდა, ერიდებოდნენ მის სტუმრობას, მაგრამ რა უნდა ექნათ? სოფლიდან ხომ ვერ აიყრებოდნენ. ხოდა ბაქიაც დღედაღა მათი საცერ ვარცლის შემკურე იყო. თვითონ რომ შრომა ესიკვდილებოდა, მუქთა ლუკმას გაგიმარჯოს ისე გადაუძახებდა პირში, ერთხელ თვალებს არ დაახამხამებდა. რა ფახი ფუხარ ამახარ? თავის ქება მწვანე კიდრა და ცარყირს, არ გაგიგონია? როგორ ფიქრობ, განაჩვენ არ ვიცით რა შვილიც აბძანდები? ეუბნებოდნენ თავისიანები, მაგრამ საქმეში ხართ. მწვანე კიდრის ხსენებაზე ისევ კომბოსტო ელანდებოდა და ისევ მოჰყვებოდა ტრაბახსა და კვეხნას. ეგ რომ შინაურებში ბაქი ბუქობს, აბა ერთი გარეთ ნახეთ რა ვაშკაცია. ფოთოლი რა არის, ფოთოლის გაფაჩუნებაზეც კი სული ელევა. შინ მამაცი გარეთ მხთალიო სწორედ მაგაზეა ნათქვამი, ამბობდნენ კურდღლის ნათესავები ერთმანეთში. აი, ერთხელაც მიდის მთვრალი ცანცარა გზაზე. მიდის და თან რაც ძალი დაღონე აქვს გაჰკივის. ეს ქვეყანა სამეფოა, მე მეფე ვარ. ეს ქვეყანა სამეფოა, მე მეფე ვარ. სად იყო, სად არა? ამ დროს ტყიდან ლომი გამოვიდა. კურდღლისაკენ მოუხვია და ერთი მაგრა დაიღრიალა. რაო, რას ჩხიპინებ? ვინ არის მეფე? შენ ახარ მეფე? საცოდავად შეჰკილა ცანცარამ და მთელ ტანში ცხროებამ დაუვარა. აი, შელაჩარო, კომბოსტო წიწკნია. აკიწეღან შენ იყავ მეფე. მოემზადე, ახლავე უნდა შეგსანსლო. დაუმატა თახთახა ლომმა და მადაზე მოსულმა ბარე მუშტისოდენა ნერწყვი გადაყლაპა. ნადირთა დიდებულო მეფე, რა იქნება ცოტა დამაცადო, ჯერ გამოუფხიზნე, თორემ თუ ასე შემჭამე, რა გემო უნდა ჩამატანო მთვრალს. არაყის სუნი დაგბნეც და ხომ ისევ შენ გაიტანჯები. აზლუქუნდა საცოდავი ყურცქვიდა. ხმა გაიგმიდე, თავს ნუ მაბრალებ, ახლავე აქ მოეთრიე. დაუყვირა ლომმა და ის იყო წინატორები დასწრა, რომ ამ დროს ტყიდან მომავალი ვეფხვი დაინახა. თითქოს ლომი არც კი შეუმჩნევია, ვეფხვი ცანცარასთან მივიდა და უთხრა. ახლავე მოემზადე, უნდა ჩაგახრამუნო. გინდა მგელს შეუჭამივარ, გინდა მგლის ბერძახსო, გაახსენდა ანდაზა ორ ცეცხლ შუა მოქცეულ კურდღელს. შიშისაგან ფერდები ჩაუვარდა და ერთ ადგილზე გაიყინა. ლომი ჯერ დაიბნა, მერე გონს მოვიდა და დაუპატიჟებელ მოკიშპეს დაუბღვირა. რას მიხქარა? ვერა ხედავ, შენზე წინ მოვედი და ახლა გინდა გემრიელის ჰადილი დამაკარგვინო. ახლავე შენს გზაზე წაეთრიე, თორემ გიჩვენებ როგორ უნდა თავხედობა. შენ თვითონ წაეთრი აქედან, შეჰყირა ვეფხვმა. თვალები მრისხანეთ დააბრიალა და ზურგის ბალანი ამაყად წამოშალა. უცებ ლომი და ვეფხვი ერთმანეთს დაეტაგნენ. იბრძვიან, მაგრამ რა სიბრძვიან, გლეჯენ და ფლეთენ ერთმანეთს. არის ერთი ბრძღვინვა და რომტრიალი, ხან ვეფხვია ქვეშ, ხან ლომი. კურდღელი კი უყურებს და უხარია, თან ისე დაბნეულია, გაქცევასაც ვერ ახერხებს. არა, ფეხსაც არ მოვიცვლი აქედან, სეირს უნდა უყურო. აბა, გაქცევა როგორ მეკადრება, მე ხომ მეფე ვარ, თქვა ყურცქვიდამ, იქვე ბუჩქთან ჩაიცუცკა და ულვაშები გადაიპრიხა. უყურა ყურცქვიდამ სეირს, უყურა და ამასობაში ჩაეძინა კიდეც. როცა გათენდა, გამოეღვიძა კურდღელს, დააჭყიდა თვალები და რას ხედავს? იქვე ბორცვზე ლომი და ვეფხვი უსულოდ გაშოტილან. ირგვლივ მათი ტყავის ნაფლეთები ყრია, ბუჩქები და ბალახები სულ სისხლითაა მოსვრილი. თუი, შევარცხვინე მთვრალი კაცი, თქვა ყურცქვიდამ. ამ ხელამ ხეცები შემომკდომია წუხელ და განამახსოვს. მგონი ურჩობა მკადრეს და ეს საცოდაები იმიტომ დასაჩე. არა, ხომ უთხარი, მეფე ვარ და ჩემთან ხუმრობა არც ისი ადვილია მეთქი.
არ გაიგონეს, ახია მაგაცე, ყველას ასე მოუვა, ვინც ჩემს მეფობას არ იზამებს. აბა ერთი მივალ, თითო სილას კიდევ გავაწნავ, რომ მკვდრებსაც ახსოვდეთ და საიქიოშიც არ გამიბედონ ჯიუტობა. კურდღელი მივიდა ლომთან, მაგრამ ლომის დაღრეჯილ კბილებს რომ შეხედა, ვაიმე მიღრენსო, ერთი კი შეჰკივლა და ჰერი მოკურცხლა ტყისაკენ. ბაქი ცოცხალ ლომს რას უზამდა, როდესაც მკვდარმაც კი დაიფრინა.